ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები რიყეზე, რესპუბლიკის მოედანსა და ქალაქის რამდენიმე სხვა ისტორიულ უბანში მიმდინარე მშენებლობების სასწრაფო შეჩერებას ითხოვენ. სამხატვრო აკადემიაში დღეს ძველი თბილისის დაცვის საზოგადოებრივი საბჭო შეიკრიბა, სადაც რამდენიმე საათის მანძილზე ქალაქის ისტორიული ნაწილის შენარჩუნების კონკრეტულ ნაბიჯებზე მსჯელობდნენ. ხელოვნებათმცოდნეობა კულტურის სამინისტროსთვის სპეციალური მიმართვის ტექსტზე მუშაობა უკვე დაიწყეს. ყველამ ვიცით, რომ არის საკითხები, რომელიც მოითხოვს სასწრაფო რეაგირებას და ხელოვნების სფეროს წარმომადგენელთა შეხვედრა სამხატვრო აკადემიაში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ძველი თბილისის დაცვის საზოგადოებრივი საბჭო თბილისის ისტორიულ ნაწილში მიმდინარე მშენებლობების შეჩერებასა და ქალაქის მომავალ განვითარებაზე მსჯელობდა. პირველი არის ეროვნული ღირებულება. აი ამაზე ინტერესი არ არსებობს. აი ყველაფერი დანარჩენი ამას უნდა დააკეთოს. იქნებ მოვახერხოთ და მოქალაქეებმა დავიბრუნოთ აღვირახსნილი ჩარევის წინააღმდეგ რაიმე მექანიზმი. საზოგადოებრივი საბჭო კულტურის სამინისტროსთვის სპეციალურ მიმართვას ამზადებს. ჩვენ ალბათ შევხვდებით მინისტრს უკვე ამზად დოკუმენტით და ვთხოვთ მას, რომ მან წარადგინოს ეს ჩვენი ინიციატივა ხელისუფლების წინაშე. კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა სახელმწიფოში და უნდა კარგად გავითვალისწინოთ, რასაც ახლა კარგავთ, ჩვენ იმას ვეღარ აღვადგენთ და მიმართავ მთავრობას, სახელმწიფოს კულტურის მინისტრს, პრემიერ-მინისტრს სათანადოდ მიიღონ ეს პრობლემა და მოახდინონ ადეკვატური და სწრაფი რეაგირება. ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში 5 ობიექტის იმელის უკან რიყეზე, რესპუბლიკის მოედანზე, შავთელის ქუჩასა და გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარე სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოების სასწრაფოდ შეჩერებას ითხოვენ. იყო დრო, როცა ამ ადამიანებს არაფერი არ ეკითხებოდათ, მაგრამ შეიცვალა და დაიწყეს ზრუნვა და ფიქრი, რომ როგორ ჰარმონიულად განვითარდეს ეს ყველაფერი ქალაქში, რა არის გასაჩერებელი, ამაზე ვზივართ ვჭობთ. უკვე მიმდინარე პროექტების შეჩერების პარალელურად პროფესიონალები კანონმდებლობაში ცვლილებებსაც ითხოვენ, რომლის საფუძველზეც ქალაქის ისტორიულ ნაწილში მშენებლობის ან გრევის პროცესი შეიზღუდება. რა თქმა უნდა, ყველა ჩვენი ბრალი რომ ამ ხრივ არ ვიაქტიურეთ, მაგრამ ესეთი დრო იყო, პერიოდი იყო, შენობებზე კი არა, ადამიანის უფლებებზე გვიწევდა აქტიურობა. ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა კულტურის სამინისტროსთვის მიმართვის მოსამზადებლად სამუშაო ჯგუფი შექმნეს. საზოგადოებრივი საბჭოს წერილი საჯარო სავარაუდოდ მომავალი კვირის ბოლოს გახდება.